თუ ახალშობილი იწყებს დედის კრიტიკას, უარს აცხადებს მასთან ადაპტაციაზე, მაშინ ის მოკვდება. რეალურად ჩვენ დაბადებიდანვე გვემუქრება ფიზიკური ძალადობა. ან შენ იქნები ისეთი, როგორიც ველა, ან შენ ვერ გადარჩები. სრულწლოვანთა სასჯელები, ციხეები და გადასახადები ფერმკრთალია იმ საფრთხესთან შედარებით, რომელიც ჩვენ დაბადებიდანვე გვემუქრება. მე იმის თქმა მსურს, რომ რეალურად ადამიანს პირველ ყოფილი შიში გააჩნია კრიტიკის მიმართ და იმისათვის, რომ ადამიანი განვითარდეს, მან სწორედ ეს შიში უნდა დაძლიოს. გახსოვდეთ, სადაც შიშია და ეჭვები, სწორედ იქ არის განვითარება. კრიტიკოსთა სახელებს შორის ერთ დროს იყო ისეთი, როგორიც არის მაგალითად დანტე ალიგიერი, ჯოვანი ბოკაჩო, ნიკოლო მაკიაველი და სხვა უამრავი დიდი მოაზროვნე. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თვითონვე იყვნენ შემოქმედები, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის შექმნა და კარგად იცოდნენ ასევე სხვების ღირებულებაც. მაგალითად, მიქელანჯელოს პირველი და ასე ვთქვათ დაუძინებელი კრიტიკოსი იყო რაფაელი. ისინი საჯაროთაც აკრიტიკებდნენ ერთმანეთს და ხალხს ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, თითქოს და ეს ორი ბუმბერაზი ადამიანი პიროვნულ სიძულვილს განიცდიდა ერთმანეთის მიმართ. მაგრამ სწორედ მიქელანჯელო იყო პირველი, რომელმაც აღიარა და საქვეყნოდ გამოაცხადა რაფაელის გენიალური ნიჭი და მისი დიდებული შემოქმედება. ჩვენ ამ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებს გაგვაჩნია კულტურულ-ისტორიული ქცევითი განსხვავებები. გონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თითოეული ადამიანი არის ინდივიდუალური და უნიკალური. ინდივიდის პატივისცემის გამო ჩვენ უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ ეს განსხვავებები. ანუ სწორედ განსხვავებაა ის, რაც წარმოშობს კრიტიკას. უბრალოდ შენს თავში, შენ თვითონვე უნდა განასხვავო საგნობრივი, ანუ კონსტრუქციული კრიტიკა და დესტრუქციული დეგრადაცია და დამცირება, რომელიც სისტემატიურად ცდილობს უკან დაქრიოს ცხოვრებაში. კრიტიკა შენ გესმის მაშინ, როდესაც შენ გრძნობ შენს განსხვავებულობას. კრიტიკას შენ მაშინ მოისმენ, როდესაც შენს უნიკალურობას დაინახავ. თუ შენ იქნები ისეთივე, როგორიც ყველა, მაშინ შენ კრიტიკა გვერდს აგებლის. მართალია, ყოველგვარი განსხვავება წარმოშობს კრიტიკას, მაგრამ ამავე დროს ის შობს ღირებულებასაც. ამიტომ არასოდეს არ შეწყვიტო შინაგანი კრიტიკოსის მოსმენა, შენი შინაგანი ნამდვილი ღირებულებებისკენ და შენი სულის პროექტისკენ მიმავალ გზაზე. მართალია ეს დიდი შრომაა, მაგრამ სამაგიეროდ შენ საკუთარ თავს პოულობ.